მოდი ნახოთ ბინგებრძვით შორიდან. ძალიან საინტერესოა, ხო? შორიდან გებრძვით ადამიანი, რომელთანაც ჰქონდათ რაღაც სახის დისბალანსი, შელაპარაკება თუ გამოლაპარაკება, რომელმაც თავისთავად თითქოს ბოლომდე ვერ წარმოაჩინა თქვენთან, რომელიც თქვენი პარტნიორის ყოფილი პარტნიორიც არის და მეორე ადამიანი არის ის, ვინც თქვენი ყოფილი მეგობარი იყო. ეს ორი ადამიანი გებრძვით შორიდან, ამ ორ ადამიანს უნდა რომ манипуლირებით დაგგმოთ და ემოციურად გაგაპარტახოთ და რაღაც ემოციურობა მოვაშოროს თქვენს ენერგიებს და საერთოდ სხვა ენერგიებში გადაგიყვანოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ, იმიტომ რომ თქვენ შინაგან ძალა და რესურსი გაქვთ, თქვენი ენერგია გაქვთ, თქვენი თავთან რაღაცა კომფორტი გაქვთ, კომფორტის ზონაში ხართ, გრძნობთ ძალიან კარგ ენერგიებს თქვენს სიტუაციებში და ამიტომაც ძალიან ბედნიერ შეგრძნებებში გადავალთ. მაგრამ აქ ძალიან უნდა მაგრად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ არავინ როცა გრძნობთ, რომ ადამიანი რაღაცა თქვენს ენერგიას ჭამს, თქვენ წარმოიდგინოთ ფარი, რომელსაც ვერ ეკარება ეს ადამიანი, თორე შეიძლება ძალიანაც მოგივიდეთ ამის თვალი და ყველაფერი, ხო? ნეგატიური ასპექტებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოიდგინოთ, რომ ფარი გაქვთ შემოვლებული, რომელსაც ვერავინ ზღვარს ვერ შორდება. თქვენ სახლის პირობებში შეგიძლიათ წმენდა ჩაიტაროთ, შეგიძლიათ რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა ხრიკები, რომლითაც ვერ მოგეკარება ადამიანი და მიხვდება, რომ შენთან მოკარებას და რაღაცა დამცველობა გაქვს და არ აქვს აზრი. ეს უნდა იცოდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ენერგოვამპირები არიან და ცოტა უნდა უფრთხილდე მასეთ ადამიანებს. მადლობა ყველა დღესთვის.